დღეს სტატისტიკის ეროვნული სამსახური დაარსებიდან 106 წლის იუბილეს აღნიშნავს. ზუსტად დღევანდელ დღეს 106 წლის წინ შეიქმნა ქვეყნის პირველი სტატისტიკის სამსახური, რომელმაც მთელი ამ პერიოდის მანძილზე საკმაოდ რთული, მაგრამ იმავდროულად მნიშვნელოვანი გზა განვლო. ეს არ არის მხოლოდ რიცხვებში გაზრდილი ორგანიზაცია, ეს არის ცოდნის, ადამიანების და ინოვაციების ტრანსფორმაცია. ჩვენ ვამაყობთ იმ გზით, რომელიც გავიარეთ. იმავდროულად ვხედავთ ახალ ჰორიზონტებს, სადაც სტატისტიკა კვლავ იქნება განვითარებისა და გაუმჯობესებისთვის აუცილებელი ძალა. მინდა მიულოცო ყველა სტატისტიკოსს და ჩვენი დარგის გულშემატკივარს დღევანდელი დღე და ვუსურვოთ წინსვლა და წარმატებები პროფესიულ საქმიანობაში. საქსტატთან ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს და ჩვენთვის ასევე პროფესიულად ძალიან ახლოს არის წლები მაკავშირებს ამ უწყებასთან შესაბამისად მინდა ძალიან დიდი სიყვარულით მიულოცო 106 წლის იუბილე. ამ უწყებამ ძალიან დიდი საქმე გააკეთა და ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს ატარებს ამ პერიოდშიც იმისათვის რომ ოფიციალური სტატისტიკის არეალი კიდევ უფრო მეტად გაფართოვდეს და მრავალფეროვანი გახდეს. მე მინდა ამ უწყებას უსურვო წარმატებები, მის თითოეულ თანამშრომლებს უსურვო წარმატებები და დარწმუნებული ვარ რომ ეს უწყება მომავალშიც თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის. ულოცავ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს 106 წლის იუბილეს. ეს გახლავთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უწყება სახელმწიფოსთვის. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქსტატთან თანამშრომლობის ძალიან ნაყოფიერი და ხანგრძლივი ისტორია აქვს. ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება და გისურვებთ დიდ წარმატებებს. მინდა გულითადად მიულოცო სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს 106 წლის იუბილე. ჩვენთვის გადაწყვეტილებას მიღები პირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ სამსახურის საქმიანობა და იმ სანდო და მაღალი ხარისხის ინფორმაციის შეგროვება და წარმოება, რომელიც ჩვენ გვეხმარება ჩვენ საქმიანობაში. კიდევ ერთხელ ულოცავ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ამ იუბილეს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ულოცავ 106 წლის იუბილეს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქსტატიდან მოწოდებული ინფორმაციები, ნებისმიერი წარმატებული რეფორმის საფუძველი, სწორ და ფუნდამენტურად გამართულ მონაცემებზე დაყრდნობა. თავის მხრივ საჯარო რეესტრიც არის მონაცემთა დიდი მწარმოებელი და მიმდინარე აღწერის პროცესში, რომელიც 2020 წელს დასრულდა, ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლობთ ერთმანეთთან, რაც არის ასევე საფუძველი იმ ხარისხიანი შედეგების, რომელიც დღეს უკვე წარმოდგენილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ.